ისინი ფეხბურთის ოქროს ბიჭები იყვნენ. თინეიჯერების გუნდი, რომელიც თამაშობდა ბავშვური სიხარულით და ჩემპიონებისთვის დამახასიათებელი ოსტატობით. ბაზბის ბიჭები, მანჩესტერ იუნაიტედის ოქროს თაობა, გამოირჩეოდნენ სიხარულითა და უშიშრობით, რომელმაც მთელი საფეხბურთო სამყარო მოხიბლა. მაგრამ 1958 წლის 6 თებერვალს მიუნხენის თოლში მათი ოცნება ერთ წამში დაიმსხვრა. 8 ფეხბურთელი დაიღუპა, მწვრთნელი სიცოცხლე ზებრაუჭებოდა. ოცნება კი წამებში განადგურდა და მაინც ნანგრევებიდან დაიბადა სპორტის ისტორიაში უდიდესი დაბრუნება. ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ აქცია ტრაგედიამ ლეგენდად, როგორ აღდგა გატეხილი კლუბი ფერფლიდან და როგორ დაიპყრო ევროპა 10 წლის შემდეგ დაკარგული თანაგუნდელების პატივსაცემად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წლებში მანჩესტერ იუნაიტედი კვლავ ცდილობდა ფეხზე დადგომას. ოლდ ტრაფორდი 1951 წლის მარტში დაიბომბა, რის გამოც კლუბი თითქმის 10 წლის განმავლობაში იძულებული იყო მატჩები მანჩესტერ სიტის სტადიონზე, მეინ როუდზე ჩაეტარებინა. ფინანსური რესურსები შეზღუდული იყო, თუმცა 1955 წლის ოქტომბერში გუნდს ჩაუდგა სათავეში 35 წლის მეტ ბაზბი, ხედვით, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. ბაზბის ჯეროდა, რომ კლუბის მომავალი ახალგაზრდობაში იყო. მან გააძლიერა 1928 წელს შექმნილი მანჩესტერ იუნაიტედის ახალგაზრდული სპორტული კლუბი და ჩამოაყალიბა სკაუტინგის ქსელი, რომელიც სალფორდის ქუჩებიდან იორკშირის სამთო ქალაქებამდე აღწევდა. მიზანი არ იყო მზა ვარსკვლავების შეძენა. მიზანი იყო ისეთი ფეხბურთელების პოვნა, რომელთაც ექნებოდათ ნიჭი, ხასიათი და ერთად ზრდის სურვილი. ამ სისტემიდან გამოვიდნენ როჯერ ბერნი, საიმედო და მშვიდი კაპიტანი, დანკან ედვარდსი, თინეიჯერი გენიოსი, რომელსაც მოედნის ნებისმიერ წერტილში შეეძლო დომინირება, ტომი ტეილორი, ბარნსლიდან 29999 ფუნტად შეძენილი თავით თამაშის დიდ ოსტატი, დევიდ პეგი, ტექნიკური და ჩქარი ფლანგელი, ედი კოლმენი, ელეგანტური ნახევარმცველი, მეტსახელად გველის თეძოები. 1955-56 წლებში იუნაიტედმა პირველი დივიზიონი 11 ქულიანი უპირატესობით მოიგო. 42 მატჩში 83 გოლი გაიტანა. შემდეგ სეზონში ტიტული კვლავ შეინარჩუნა, ამჯერად 8 ქულით. ეს იყო სწრაფი, უშიშარი ფეხბურთი და სწორედ აქ დაიწყო რაღაც გამორჩეული. 1956 წლისთვის ბაზბის ბიჭები არამხოლოდ ინგლისს დომინირებდნენ, ისინი მზად იყვნენ თავი ევროპის საუკეთესოთა წინააღმდეგად გამოეცადათ. ფეხბურთის ლიგა ამის შეჩერებას ცდილობდა, მაგრამ მეტ ბაზბი მტკიცედ იდგა თავისაზე. მანჩესტერ იუნაიტედი გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასში ითამაშა. ბაზბისთვის ეს მხოლოდ ტიტულები არ იყო. მისი მიზანი იყო დაემტკიცებინა, რომ მისი ახალგაზრდული გუნდი უდიდეს სცენას ეკუთვნოდა. დებიუტი ბრიუსელში ანდერლეხტის წინააღმდეგ 2-0 გამარჯვებით დაიწყო. მეორე მატჩი მეინ როუდზე ისტორიაში შევიდა 10-0. კლუბის რეკორდული გამარჯვება. დენის ვაიოლეტმა 4 გოლი გაიტანა, ტომი ტეილორმა 3, დანარჩენები კი ჯონი ბერინ, ლიამ უილანმა და ბილ ფოლკსმა. შემდეგ იუნაიტედმა დაამარცხა ბორუსია დორტმუნდი და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ალფრედო დი სტეფანოს რეალ მადრიდის მეტოქეობას ვეღარ გაუძლო. ჯამში 5-3 დასრულდა მატჩი. 1957-58 წლებში იუნაიტედი კიდევ უფრო დიდი რწმენით დაბრუნდა. შამროკ როვერსი, დუკლა პრაღა და ცვენა ზვეზდა ყველა დამარცხდა. მათ უშიშარ ფეხბურთს, სწრაფ პასებსა და დაუღალავ ენერგიას. ევროპის მასშტაბით მაყურებლები აღფრთოვანებული იყვნენ ამ ახალგაზრდა გუნდის ოსტატობითა და თავდაჯერებით. როგორც თავად ბაზბიმ თქვა, ახალგაზრდობა იყო გასაღები არა მხოლოდ იუნაიტედის წარმატებისთვის, არამედ ფეხბურთის მომავლისთვისაც. და მაინც სწორედ მაშინ, როცა მათი ისტორია უმაღლეს წერტილს აღწევდა, ბედისერა უმძიმეს გამოცდას უმზადებდა. 1958 წლის 5 თებერვალს ბელგრადში ბაზბის ბიჭებმა ცვენა ზვეზდასთან 3-3 ითამაშეს და 2 მატჩის ჯამში 5-4 გაიმარჯვეს. ზედიზედ მეორე ნახევარფინალი კი გაინახდა. მეორე დღეს მათი თავგადასავალი მიუნხენის თოლში დასრულდა. ექვს თებერვალს თვითმფრინავი მიუნხენში საწვავის შესავსებად დაეშვა. თოვლი უწყვეტად მოდიოდა, ასაფრენი ბილიკი კი ყინულით იყო დაფარული. 2 აფრენა გაუქმდა. 15 საათსა და 4 წუთზე მესამე მცდელობა დაიწყო. თვითმფრინავი შლაპში მოხვდა. საჭირო სიჩქარე ვერ განავითარა. ღობე გაარღვია და ახლომდებარე სახლს დაეჯახა. ბორცზე 44 ადამიანი იმყოფებოდა. ერთ წამში 23 სიცოცხლე დაიკარგა. მათგან 8 მანჩესტერის ფეხბურთელი. როჯერ ბერნი, ჩუმი ძალით მომყვანი კაპიტანი. დანკან ედვარდსი, ინგლისის ვარსკვლავი, მხოლოდ 21 წლის. ტომი ტეილორი, 131 გოლის ავტორი. დევიდ პეგი და ედი კოლმენი, პერსპექტიული ფლანგელები. ლიამ უილანი, 98 მატჩი 52 გოლი. მარკ ჯონსი და ჯეფ ბენტი.
მეკარე ჰარი გრეგმა, ბობი ჩარტონი, დენის ვიოლენტი და სხვები ნანგრევებიდან გამოიყვანა. ედვარდსი 15 დღის განმავლობაში იბრძოდა სიცოცხლისთვის, მაგრამ ტრამვებს ვერ გაუძლო. ეს მხოლოდ ფეხბურთელების დაკარგვა არ იყო, დაიმსხვრა მეგობრობა, კოლეგიალობა, ოჯახები. მიუნხენის გაყინულ სიჩუმეში მანჩესტერ იუნაიტედმა დაკარგა არა მხოლოდ გუნდის ნაწილი, არამედ თავისი გული. ტრაგედიის შემდეგ კლუბში გლოვა იყო. მეტ ბაზბი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იწვა. ორჯერ წაუკითხეს ბოლო ლოცვა. ზოგი ფეხბურთელი გარდაცვლილი იყო, ზოგი კი თამაშს ვეღარ შეძლებდა. სეზონი დასრულებულად ჩანდა. ბაზბის თანაშემწე ჯიმი მერფი, რომელიც ბელგრადში არ იმყოფებოდა და უელსის ნაკრებს ხელმძღვანელობდა, გახდა ადამიანი, რომელმაც კლუბი ცოცხლად შეინარჩუნა. რეზერვები დაწინაურდა. ახალგაზრდები გამოიძახეს. დაიმატეს 2 საგანგებო ტრანსფერი, სტენ კროუტერი და ერნი ტეილორი. 13 ფებრუარს კატასტროფიდან 13 დღეში იუნაიტედი მოედანს დაუბრუნდა. ოლდ ტრაფორდზე 59,000 მაყურებლის წინ შეა ბრენანმა დებიუტზე 2 გოლი გაიტანა. ბობი ჩალტონმა მესამე. გუნდის საშუალო ასაკი 22 წელი იყო. ყველა მოლოდინის წინააღმდეგ იუნაიტედმა მაისში FA თასის ფინალამდე მიაღწია. უემბლიზე ბოლტონთან 0-2 დამარცხდა. მაგრამ ეს გადარჩენაზე მეტი იყო. თამაშით მანჩესტერ იუნაიტედმა აჩვენა ღირსება, სიმტკიცე და დაუმორჩილებლობა. ორი თვის შემდგომ ბაზბი საავადმყოფოდან გამოვიდა. სუსტი სხეულით, მაგრამ მტკიცე სულით. მას სურდა ფეხბურთისთვის თავი დაენებებინა, თუმცა ცოლმა ჯინმა უთხრა, ბიჭებს ის სურდათ რომ გაგეგზელებინაო. ეს სიტყვები საკმარისი აღმოჩნდა. ბაზბიმ გუნდი თავიდან ააშენა. ბირთვი, ჩარლტონი, ფოლქსი და გრეგი. შემდეგ მოვიდნენ დევიდ ჰერდი, დენის ლოუ და 1963 წელს 17 წლის ჯორჯ ბესტი. იმავე წელს იუნაიტედმა FA თასი მოიგო. ლიგის ტიტულები 1965 და 1967 წლებში. და ბოლოს 1968 წლის 29 მაისი, უემბლი, ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალი. ჩარლტონი კაპიტანი იყო, ბაზბი გვერდით იდგა. დრამატული დამატებითი დრო. 4 გოლი და 4-1. მანჩესტერ იუნაიტედი ევროპის ჩემპიონი გახდა, პირველი ინგლისური გუნდი. ეს იყო დაპირების შესრულება. დადასტურება, რომ კლუბი შეიძლება კვლავ აღდგეს. დღეს მიუნხენის საათი ოლდ ტრაფორდზე გაყინულია 15 საათსა და 4 წუთზე. ეს არ არის დასასრული. ეს არის ლეგენდის დაბადების წამი. მისი მეხსიერება მარადიულია.